ჩვენ ვიმკვით უფლებრივი კონსტიტუციური სახელმწიფოსათვის. ახალი შეტანილი ცვლილებებით აპირებდნენ, რომ ეს უფლება ჩამოერთმიათ. მოთხოვნები პირველი უერყოთ საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის ცვლილებების და დამატებების პროექტი. პარალელურად ეს პერიოდია, როცა საბჭოთა ჯარები გამოდის ავღანეთიდან. ისეთი პირობა იყო იქ, რომ რა იყო, იცით, არაფერი არ უნდა მოხდარიყო. თითქოს და შეიძლება ამ საშიშროებამდე დარჩა სულ რამდენიმე წუთი. მე დაიძრა რა ჯარი უკვე. იყო თუ არა გამოყენებული მომწამლავი ნივთიერება ამ დროს. ეს გაბნეული ნივთიერება რაც იყო დაჯდა, გამიგე და ამას შეინარჩუნა. ყველაფერი. სადღაც ერთ კვირაში 2-3 ადამიანი მოხდა საავადმყოფოში, რომელიც მოიწამლა ამ ყვავილებს გადატანის დროს. მირზოიანმა დაწერა, ესე იგი, წიგნი საბჭოთა ქიმიური იარაღი და გამოსცა ამერიკის შეერთებულ შტატებში. ყველაფერი დაიწყო 1988 წლის ნოემბრის დასაწყისში, სადღაც 4-5 ნოემბერი იყო თუ არ ვცდები, პირველად შეიკრიბა მოსახლეობა, ახალგაზრდობა ძირითადად იპოდრომზე. და მერე იპოდრომიდან მიიღეს გადაწყვეტილება, რომ წასულიყვნენ უკვე პარლამენტის შენობასთან, ორგანიზებას უწევდა ეროვნულ დემოკრატიული პარტია EDP. ჩვენ ვიმკვით უფლებრივი კონსტიტუციური სახელმწიფოსათვის, რომელიც უზრუნველყოფს ყველა ერის სუვერენიტეტს, თავისუფლებას და დამოუკიდებლობას. რა იყო მის მიზეზი ყველაფერი? უზენაეს საბჭოთა კავშირის აპირებდა კონსტიტუციაში შეეტანა ცვლილება, იყო მაშინ დაფიქსირებული, რომ მოკავშირე რესპუბლიკას ჰქონდა თვითგამორკვევის უფლება. და ახალი შეტანილი ცვლილებით აპირებდნენ, რომ ეს უფლება ჩამოერთმიათ. მოთხოვნები პირველი უერყოთ საბჭოთა კავშირის კონსტიტუციის ცვლილებების და დამატებების პროექტი. მეორე მოეთხოვათ კონფედერაცია ყველა რესპუბლიკის და საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში. და მესამე ყოფილიყო კანონი დემონსტრაციებისა და მიტინგების შესახებ. ფაქტურად ეს აღმოჩნდა მიუღებელი ქართული საზოგადოების ძალიან დიდი ნაწილისათვის. ეხლა ამის პარალელურად, ეხლა ერთი რაღაცა მარტო ხო არ ხდება რა, პარალელურად ეს პერიოდია, როცა საბჭოთა ჯარები გამოდის ავღანეთიდან. ახეთ 15 მაისს დაიწყეს გამოსვლა, 15 თებერვალს დაამთავრეს, ანუ 6-თვიანი ვადა ჰქონდა. რაოდენობა იყო ძალიან დიდი და ეს ჯარი იყო მერე გადანაწილებული ავღანეთიდან მოკავშირე რესპუბლიკების ტერიტორიებზე. და მოტივი იყო ესეთი, რომ უკვე იგრძნობოდა, რომ რაღაც არეულობა იწყებოდა ქვეყანაში და ერთ-ერთი ესეთი ნაწილი, რომელიც მოხდა აზერბაიჯანის ტერიტორიაზე იყო განჯაში, ეს იყო 106 საჰაერო სადესანტო დივიზიის ნაწილი, ხელმძღვანელი იყო გენერალი ლებედი. როცა ეს მიტინგები დაიწყო, სადღაც დეკემბრის ბოლოს გაკეთდა გარბაჩოვის მიმართვა ახალგაზრდების მიმართ, რომ ახალგაზრდებო თქვენ ყველანი დაიშალეთ, წადით საქმე გააკეთეთ და ჩვენ ამ ცვლილებას არ მოვახდენთ. მაგრამ ტალღა უკვე აგორებული იყო რა. ვიყავი მე და ჩემი მეუღლე ერთად ვიყავით და სადღაც 2 საათზე წამოვედით, დაიწყო წვიმა წამოვიდა ნელი და ისეთი პირობა იყო იქ, რომ რა იყო, იცით, არაფერი არ უნდა მოხდარიყო. თითქოს და ჩონგურზე უკრავდნენ გოგოები, ღეროდნენ სიმღერას, ცეკვავდნენ, თამაშობდნენ. ეხლა მერე ითქვა, რომ ნარკოტიკებით გაბრუება, მაგრამ ნარკოტიკებით იქ ნამდვილად არავინ არ იყო გაბრუება. ჯარი იდგა თავისუფლების მოედანზე. როდიონოვის ხელმძღვანელობით, მაგრამ მაინც ეგონა ყველას, რომ ისინი არ დაეძრებოდნენ. დილას სადღაც 11:30 იყო, ივერიასთან მოქალაქეები დაწვნენ ტანკების წინ. და ტანკების მოძრაობა შეჩერდა. და შეიძლება იფიქრეს, რომ ხდებით ის, რომ შეჩერდა, ხალხმა თავისი ძალა დაიჯერა რა, რომ ესე იგი არ გაგწირავენ. მერე იყო 3 საათზე პატრიარქის გამოსვლა, წავიდეთო ერთადო და ვილოცოთო ქაშვეთშიო. მე მოვედი იმისათვის, რომ წავიდეთ ტაძარში
და მადლობა შევსწიროთ ღმერთს გადარჩენისათვის. მეახლა მაცნობას, რომ საშიშროება რეალურია. შეიძლება ამ საშიშროებამდე დარჩა სულ რამდენიმე წუთი. რა თქმა უნდა, მაგას არ წაყვნია პატრიარქს, მაშინ ირაკლი წერეთელმა აიღო და დაიწყო უკვე რომ ამოუჩვენო და ასე შემდეგ წავიდა ეს საუბარი და მე დაიძრა რა ჯარი უკვე. წიგნი ვნახე ერთი ქვია სახელად დაძირაო აბიდნა ლებედმა დაწერა და ლებედის ნაწილმა მიიღო ბრძანება განჯაში რომ უნდა წასულიყო საჩქარო თბილისში იყო არეულობა და იმ არეულობა უნდა ჩაეხშოთ. მე ამ ლებედმა თავის წიგნში თვითონ აწერა რომ შეცდომა იყო ჯარის გამოყენება. იმიტომ რომ ჯარიო სხვა ფუნქციის მატარებელია და ჩვენ მშვიდობიანი მოსახლეობის დასაშოშმინებლად მზად არ ვიყავით. ჩვენ ვიცოდით რომ წინააღმდეგობა უნდა ჩაგვეხშო. ანუ იმან პირდაპირ დააბრალა ხელმძღვანელობას რა. 9 აპრილს რო გამოიყენეს ნივთიერება, მაშინ როგორ იყო? იცით, ყველა ცდილობდა რაღაცა გაეკეთებინა. აი, იმდენად შეკრული იყო ხალხი, იცით, ყველა ფიქრობდა ერთ რაღაცაზე, გაერკვიათ რა მოხდა და იყო თუ არა გამოყენებული მომწამლავი ნივთიერება ამ დროს. და ეხლა ქიმიკოსები ვინც ვიყავით მაშინ, ვისაც აი სტრუქტურასთან და რაღაცა კვლევასთან კავშირი ჰქონდა, ყველა იყო ამ საქმეში ჩართული. ნუ ერთ-ერთი მეც ვიყავით ჩართული. როცა ვნახე გადაღებული სპექტრი, შევხედე თუ არა მივხვდი რა, რომ ეს ქლორპიკრინია, იმიტომ რომ იმას აქვს ძალიან მახასიათებელი სტრუქტურა და სტრუქტურული ხაზები ჩდება მე მომენტალურად. იმელის წინ ბუჩქებში აიღეს კვალი. და იქ იყო ერთი გარდაცვლილის ისა რა ქვია ჯემპრი გაირეცხა და იქედან აიღეს მასზე აცორბირებული ნივთიერებები და ეს გახდა მე აი იმ ანალიზის საფუძველი, რომელიც გაკეთდა და რომელიც მე გაიტანეს ყრილობაზე ელდარ შენგელაიამ და აი ქართველმა დეპუტატებმა ვინ მაშინ იქ იყო. შესხურება არ ყოფილა ამ ნივთიერების, იყო სპეციალური ყუმბარები, რომელსაც ისროდნენ, ის ფეთქდებოდა და ეს რა თქმა უნდა იფანტებოდა. ტოქსიკურობა არის როგორც 11 გრამი უნდა მიიღო რომ მოკვდა. ხო 11 გრამს ადამიანი თუ არ ძალიან ვერ მიიღებს. ხო? და ამიტომ მიქ არ არის ესე იგი სასიკვდილო დოზა, არის გაძლების დოზა. გაძლების დოზა რას გულისხმობს? შენ ისეთი სიტუაცია გექნება, ვერ ძლებ და გადიხარ. ეს ამიტომ არის გაკეთებული და უბრალოდ მე აღმოჩნდა რომ ამ ნივთიერებას ყველას აქვს ერთი ძირითადი თვისება და თანამდე აქვს აუარება. მე წვიმა დაემთხვა წვიმიანი ამედი, წვიმიანი ამიჩი თვითონ ამ ნივთიერებამ ჰიდროლიზი განიცა და ქლორწალბადიგი წარმოიქმნა, გაზი მხუთავია. იქ უკვე მარტო ცრემდენი არ იყო, მხუთავია. ასასვლელი კიბეები რო არის პარლამენტის შენობაზე, იქ იყო ყვავილები აუარება რაოდენობით რა. და ეს გაბნეული ნივთიერება რაც იყო დაჯდა, გამიგე და ამას შეინარჩუნა ყველაფერი. მე-40 დღეს როცა მოხდა გვირგვინების და ყვავილების გადატანა საპატრიარქოს ეზოში, აი მარჯვენა მხარეს რო შედიხარ ხო არის კედელი მწვანე, იმითი დაფარული, ხვიარებით რო არის, აი იმაზე იყო სუდალაგებული ის გვირგვინები. და ხალხმა გადაიტანა ის ხელით, მანქანა და რაღაც არ გამოუყენებია არავის და სადღაც ერთ კვირაში 2-3 ადამიანი მოხდა საავადმყოფოში, რომელიც მოიწამლა ამ ყვავილების გადატანის დროს. ხა ნახეთ, მე დრო გავიდა მართალია, მაგრამ მე გახდა ინფორმაცია ეს სკრიპალები რომ მოწამლეს ინგლისში. აი სკრიპალების მოწამლა მოხდა სწორედ თაიგულის მირთმევით. ხო, თაიგულის მირთმევიდან, ეხლა ეს ყველაფერი ერთმანეთს რო დავაკავშიროთ და იქ იყო ორი ნივთიერება, რომელიც ძალიან ცოტა იყო და იმ მომენტში რაოდენობა არ იყო, რომ ყველაფერი შესწავლილი იყო და ეს ქლორპიკრინი ყველაზე დიდი რაოდენობით იყო. ის მაშინათვე გამოჩნდა ხრომას. პლუს გავიცანი ერთი ადამიანის იმას დაწერილ იმას ნაშრომს, რომელიც უშუალოდ იღებდა მონაწილეობას ამ ნივთიერების მიღებაში.
ხო და ამ პიროვნებამ დაწერა ვილ მირზოიანმა დაწერა ესე იგი წიგნი საბჭოთა ქიმიური იარაღი და გამოსცა ამერიკის შეერთებულ შტატებში და ნუ ეხლა ეს წიგნი წავიკითხე მაინტერესებდა და აი იმ წიგნში უკვე არის აღწერილი რა იყო გამოყენებული თბილისში 1999 წლის აპრილში და უკვე ყველაფერი აი ეს ნივთიერებები რაც ვარსადამეში კიდე შედიოდა ის არის გაკეთებული 71-ში 71-ში მე ნახეთ 99 წლის 88 წლის დეკემბერში არის გარბაჩოვის ბრძანება რომ ეს ნივთიერება გადაეცა ავღანეთიდან გამოყვანილ ჯარის ნაწილებს და ნუ და ამ ნივთიერებამ ავღანეთში იმუშავა ხოსე ამინის სასახლის აღება რო იყო ხო მაშინ პრაქტიკულად სადღაც 10000 კაციანი დაცვა გააუნებელყო ამ ნივთიერებამ ნუ იქ უკვე დოზას გააჩნია შეგვიძლია ზუსტად თქვა კი ბატონო ეს არის ერთი ქლორპიკრინი მეორე CS გაზი ეს ნარევია ხლორპიკრინში ოღონდ ხლორპიკრინი ჭარბი რაოდენობით რომ დანარჩენი გადაეფარა მესამე და სამიცალი ფოსფორორგანიკა რომელიც გაკეთებული იყო აი იმ სპეცლაბორატორიაში და რომელიც სამხედროებს გადაეცა დეკემბრის თვეში 1988 წლის